მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ დაანონსებული ტაროს საჯარო სეანსი თემაზე რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას გრძნობს ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენს მიმართ. ბუნებრივია, გულისხმობს სასიყვარულო ურთიერთობას და სასიყვარულო პარტნიორობას. ტაროს გაშლას გავაკეთებ. მან არას სექსუალური დასტით. მოგეხსენებათ აღნიშნული ტაროს დასტა საკმაოდ სიღრმისეულად აჩვენებს ადამიანის სურვილებს, ვნებებს, სასიყვარულო მისწრაფებებს და მიზნებს პარტნიორულ თემებთან მიმართებაში. შესაბამისად, დღევანდელი სეანსის ფორმატში ჩვენ ერთად დავინახავთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორის ადამიანის ნამდვილ ჭეშმარიტ ბუნებას, მის დამოკიდებულებას თქვენდამი, მის გრძნობებს თქვენდამი და რა თქმა უნდა, ყველაფერი იმას, რაც რეალურად ტრიალებს მის გულსა და გონებაში, რაზეც რეალურად ფიქრობს და რასაც რეალურად განიცდის. თუმცა შესაძლოა არ საუბრობს ამ ყველაფერზე თქვენთან და არ არის გახსნილი თქვენთვის. რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი ჩვენი საჯარო სეანსი, ტაროს სეანსი ეხება ისეთ ურთიერთობებს და ალბათ ინტერესიც წამოვა ისეთი ადამიანებისგან, ჩემი მსმენელები ამ შემთხვევაში იქნებით ისეთი ადამიანები, ვინც იმყოფებით ესეთ ბუნდოვან, რაღაცნაირ ორაზროვან ურთიერთობაში, ან თვითონ ადამიანია რთული, ბუნების ჩამოუყალიბებელი, თავის მიზნებსა და მისწრაფებებთან მიმართებაში, ვერ გარკვეულა თავის თავში, ან შესაძლოა არის მანიპულატორი, კარგად ნიღბავს თავის ნამდვილ საკუთარ ბუნებას, მეს, თამაშობს ურთიერთობაში, არ არის გულწრფელი, ან შესაძლებელია, როგორც თავიდან დავიწყე, ადამიანს ნამდვილად აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, მაგრამ ეშინია ურთიერთობის, ეშინია პასუხისმგებლობის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ან ეშინია გულწრფელობის, ხომ? ამიტომ ჩვენ უпростоრად ჩემი ტაროს დასტა ამ შემთხვევაში ძალიან ისე ცხადად დაგვანახებს სამივე ვარიანტის ჩაფიქრებულ პიროვნებას, მის ბუნებას, მის შინაგან გრძნობებს, განცდებსა და ფიქრებს თქვენთან მიმართებაში. სანამ უშუალოდ გადავიდოდე ვარიანტების გაშლაზე, მანამდე ტრადიციულად გავაჟღერებ ჩემს თხოვნას, რომ დალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენს გვერდზე, ან დამიწეროთ კომენტარები, რა თქმა უნდა, მოსმენის შემდგომ, რა შთაბეჭდილებები დაგრჩებათ, რა მოვა თქვენთან ახლოს, რა რეზონირდება თქვენთან. და ასევე საინტერესოა, რაზე ისურვებდით შემდგომ საჯარო გაშლებს, თქვენი იდეები, თქვენი აზრები, ხედვები რომ შემომთავაზოთ და მე რა თქმა უნდა, ვკითხულობ ამ კომენტარებს და აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს თხოვნებს, თქვენს იდეებს, თუ რა თქმა უნდა იქნება საინტერესო და რაღაცა განსხვავებული შემოთავაზება, ისეთი რაც თქვათ დიდი ხანი არ გამიკეთებია ისეთი თემა, თუ იქნება, ან რაიმე განსხვავებული ისეთი, რაზეც თქვათ არ მიფიქრია მე და თქვენ მოგივიდათ თავში ესეთი იდეის სახით, ხომ? საინტერესო იქნება ნამდვილად. სამი ვარიანტია წარმოდგენილი სანთლების სახით, მწვანე სანთელი, ყვითელი სანთელი და წითელი ფერის სანთელი. მწვანე გახლავთ პირველი ვარიანტი, ყვითელი გახლავთ მეორე ვარიანტი და წითელი გახლავთ მესამე ვარიანტი. ფერებს ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნავ ხოლმე, არანაირი დიდი დატვირთვა არ აქვს, უბრალოდ განსხვავებული კონტრასტული ფერები. დავაწყე, რომ თქვენ ფერის სანთლები განვათავსე ალტარზე იმისთვის, რომ თქვენ უბრალოდ არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეთ. თუ რამდენიმე პიროვნებაზე ფიქრობთ და რამდენიმე პიროვნებასთან მიმართებაში გაინტერესებთ ტაროს პროგნოზები და ტაროს ხედვები, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თითოეულ ვარიანტში თითო ადამიანი
და მოისმინოთ სამივე ვარიანტი. ან თუ არჩევანის გაკეთება მაინც გიჭირთ, შეგიძლიათ მოისმინოთ ასევე სამივე ვარიანტის პროგნოზები და უკვე ამ პროგნოზებიდან მიღებული ინფორმაციის სინთეზი მოახდინოთ თავად თქვენს სიტუაციასთან, თქვენს მოცემულობასთან დაკავშირებით. და მოდით ახლა მე ამ სანთლებს აქეთ დავდებ. და ვნახოთ პირველი ვარიანტი, ხო? პირველი ვარიანტის გაშლით დავიწყებ. მე სამ ვარიანტად უკვე აღარ განვათავსებ არკანებს. პირდაპირ დავიწყებ პირველი ვარიანტის გაშლით და მოდით ვნახოთ პირველ რიგში საინტერესო იქნება სიგნიფიკატორი თვითონ ადამიანის, ხომ რა ამოვა საინტერესოა. თასების რაინდი გვესტუმრა. საინტერესოა, ცოტა ისეთი ურცხვი არკანებია და ამიტომ მიჭირს მთლიანად გამოჩენა. ამიტომ ვისაუბრებ მე და თქვენ შეგიძლიათ მომისმინოთ და რისი გამოჩენა შეიძლება გამოვაჩენ. ნუ მიწყენთ ამისთვის. და მოდით ვნახოთ რა არკანები ამოვიდა, ხომ? აქ სიგნიფიკატორად, ჩაფიქრებული პიროვნების სიგნიფიკატორად ამოდის თასების რაინდი, თასების 7-იანთან ერთად. ეს საკმაოდ საინტერესო კომბინაციაა. პირველ რიგში რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არის საკმაოდ რომანტიული პიროვნება. გრძნობების ადამიანი, ნამდვილად მას შეუძლია სიღრმისეული განცდა ემოციების, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეულწილად ამ ადამიანს ჰქონდეს თქვენს მიმართ ილუზორული ხედვები, რაღაცნაირად ან გაიდეალებდეთ, ან თავის წარმოსახვაში გხატავდეთ იმგვარად, ისეთი სახით, ისეთი ხატსახე დახატოს თქვენი თავის გონებაში, რომელიც თქვენგან განსხვავდება, შეიძლება რეალურად ვერ აღგიქვამდეთ ბოლომდე. ან გქონდეს გაიდეალიზებული მიდგომა, ხომ, თქვენს მიმართ, ანუ მისთვის იყოთ ერთგვარი ქალის იდეალი. არ არის გამორიცხული და ალბათ დიდწილად მათთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ეს ადამიანი ჩაფიქრებული პიროვნება გხედავდეთ სიზმრებში და ეს სიზმრები იყოს საკმაოდ ეროტიული ბუნების, თავისი, ასე ვთქვათ, შელამაზებული ფანტაზიებით გააფერადოს ეს სიზმრები, ანუ რაღაცა საოცნებო ქალი შეიძლება იყოთ მისთვის, ხო? ქალი, რომელსაც აიდეალებს, ქალი, რომელსაც ხედავს სიზმრებში, ქალი, რომლის მიმართ ნამდვილად აქვს გრძნობები ამ ადამიანს, მაგრამ აქ ერთი მაგრამ არის, რომ როგორც წესი ეს თასების რაინდი არ გამოირჩევა ძალიან ისეთი მდგრადი პასუხისმგებლიანი ბუნებით, ამავდროულად ეს ემოციებიც, რომელიც ნამდვილად აქვს ამ ადამიანს და გრძნობიარე ბუნება, არ არის სტაბილური და არის მოძრავი, ხომ? მოძრავში რას გულისხმობ? მოძრავში გულისხმობ იმას, რომ ეს ემოციები ხშირად იცვლება. ხან ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან ისეთი ფეიერვერკების მოწყობის ხასიათზე და იყოს რაღაცა აღმატებულ განწყობაზე და მოგიწყოთ რაღაცა ძალიან კარგი, ვთქვათ, საღამო, გაჩუქოთ ძალიან ისეთი ლამაზი, რომანტიკული და განსხვავებული საათები, ხომ? დაგითმოთ დრო და რაღაცა მართლაც საზეიმო შეხვედრა მოგიწყოთ და თავი იგრძნოთ ნამდვილად დედოფლად. მასთან მის გვერდზე, მაგრამ მეორე დღეს იყოს აბსოლუტურად ძალაგამოცლილი, ჩაფერფლილი, რაღაცა დეპრესიული, პესიმისტური განწყობით და საერთოდ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი წარმოგიდგეთ მისი სახით. ანუ ამ ადამიანში როგორც ასეთი მდგრადობა, სტაბილურობა, პასუხისმგებლიანობა ნაკლებად არის. ეს არის უფრო ემოციების ადამიანი, ფანტაზიების ადამიანი, შეიძლება ძალიან კარგი შემოქმედებითი, ისეთი სახელოვნებო უნარებით იყოს დაჯილდოებული, ან თქვათ წერდეს ლექსებს, ან შეეძლოს მხატვრულად რაღაცა ლექსის წაკითხვა, მოძღვნა, ან ქონდეს ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება, ესეც შესაძლებელია. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში იყოს საკმაოდ დაბნეული,
თავის გადაწყვეტილებებში არეული, ვერ იღებდეს გადაწყვეტილებას და ზოგადად, როდესაც საქმე მიდგება, საქმეზე რომ მიდგება, რომ აბა რას აპირებს, როგორ ხედავს თავის მომავალ ცხოვრებას თქვენთან ერთად, ან რა ნაბიჯების გადმოდგმას აპირებს თქვენთან მიმართებაში, უკვე აქ ვაწყდებით აბსოლუტურ ქაოსს, გაუგებრობას, ბუნდოვანებას, იმიტომ რომ თვითონ მასში არის ერთგვარი ესეთი ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულებები თქვენს მიმართ, ურჩევნია იყოს თქვათ ფანტაზიებში, ვიდრე რაღაცა რეალური ქმედითი ნაბიჯები გადმოდგას ურთიერთობის ფორმატში და ურთიერთობას დაარქვას თუნდაც თავისი სახელი, ხომ? ეს ნაკლებად იგრძნობა აი ამ პირველი ორი არკანიდან. და მოდით ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ საინტერესოა და რას გრძნობს, ასევე ძალიან საინტერესოა. მოდით ვნახოთ, რას ფიქრობს პირველ ვარიანტში ამოსული პარტნიორი თქვენზე. მისი ფიქრები. და ასევე გრძნობები, რას გრძნობს თქვენს მიმართ. შესაძლოა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს განიცდიდეს თქვენს მიმართ. პირველ რიგში ფიქრობდეს, რომ თქვენ მისი ანარეკლი ხართ. თქვენში ის ხედავს თავის თავში არსებულ იმ თვისებებს, იმ სახეს, იმ მეებს, რომლის მიღებაც არ სურს და ეს იწვევდეს ერთგვარ გაღიზიანებას და დაჭიმულობას მასში. თავის მიუღებელ ნაწილს ხედავდეს თქვენში, მოკლედ რა ვთქვათ, ფსიქოლოგიის ენაზე. და ამით ერთგვარად კარმულ პარტნიორად აღიქვავდეთ. შესაძლოა ის ესე არ აყალიბებდეს თავის გონებაში, ფიქრებს, რომ ეს ჩემი კარმული პარტნიორია, ხო, ესე არ აყალიბებდეს, თუმცა განცდის დონეზე გრძნობდეს, რომ არის რაღაცა ესეთი მაკავშირებელი თქვენსა და მას შორის, რომლის გაწყვეტაც, რომლის ჩაჭრაც მის ძალებს აღემატება, რომ თქვენ იმაზე უფრო მეტად ხართ მასთან დაკავშირებული, ვიდრე მას სურს, თუნდაც და ეს ერთგვარად აღიზიანებდეს და რაღაცნაირად დაჭიმულობის შეგრძნებას იწვევდეს მასში. გარდა ამისა, ერთის მხრივ არის მიზიდულობა, მეორეს მხრივ არის განზიდულობა. განზიდულობა იქიდან გამომდინარე, როგორც აღვნიშნე, რომ თქვენ მისი ანარეკლი ხართ და თქვენში ხედავს საკუთარი თავის იმ ნაწილებს, რომლის მიღებაც არ უნდა, არ შეუძლია და არის გაუცნობიერებელი მეები მასში, ასე ვთქვათ, გაუცნობიერებელი ნაწილი, ჩრდილებს რო ეძახიან დღევანდელ თანამედროვე ფსიქოლოგიაში. შესაბამისად, შეიძლება იყოს თუნდაც ტრაუმები, რაც ღრმად არის მის ქვეცნობიერში და ამ ტრაუმების ამოტანა, დამუშავება და ზოგადად ამ ტრაუმებთან შეხვედრა გარკვეულ ტკივილებს იწვევს ადამიანში და ბუნებრივია ამ ტკივილის განცდას ადამიანი ერიდება, ხომ გაურბის. მეორეს მხრივ არის საკმარისობის განცდა. შესაძლოა ის ფიქრობდეს, რამდენად საკმარისია თქვენთვის, რამდენად გაგიწევთ ღირსეულ პარტნიორობას. შესაძლებელია თვითშეფასების პრობლემა ჰქონდეს ამ ადამიანს და ეშინოდეს იმისა, თუ რამდენად შეძლებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რამდენად გაგიწევთ ღირსეულ პარტნიორობას, იმსახურებს კი ის თქვენნაირ ქალს. ჩვენ თავიდან დავიწყეთ საუბარი ფანტაზიებზე, დავიწყეთ ქალის გაიდეალებაზე საუბარი. შესაბამისად, აქ გაგრძელებაში, ხომ, გაშლის გაგრძელებაში იკვეთება კიდევ უფრო ნათლად და კიდევ უფრო სიღრმისეულად სწორედ ეს თვითშეფასების პრობლემა ამ ადამიანში, ხომ? რამდენადაც თქვენ გაიდეალებთ, იმდენად შესაძლებელია საკუთარ თავს
საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდეს საკუთარი თავის შეფასებას, საკუთარ შესაძლებლობებს. ან შესაძლებელია მართლაც ჰქონდეს ამ ადამიანს გარკვეული რესურსების პრობლემა, ადამიანური რესურსების პრობლემა, იმისთვის, რომ თუნდაც გაგიწიოთ ღირსეული პარტნიორობა. რაც შეეხება გრძნობებს, ეს ადამიანი მართლაც ძალიან აღმატებულ მდგომარეობაში გხედავთ, ნახეთ თუ ჩანს რამხელა ეს გამოსახულება, ქალის ფიგურა და აქ ქვემოთ როგორი პატარ-პატარა ადამიანები არიან, ხო? ნაპირზე აქ მამაკაცი დგას, აქ ვიღაც ზის, ძალიან პატარა გამოსახულებები და ეს ფანტომი ერთგვარი ქალის. ხო, ეს ფანტაზია ბუნებრივი ეს არ არის ნამდვილი ადამიანი, ხო, შეუძლებელია ადამიანი ამხელა იყოს. მაშინ როცა მის ფონზე თაღის ქვეშ სტანდარტული ჩვეულებრივი ადამიანები დგანან საკმაოდ მცირე პატარა ფიგურების სახით და ეს აშკარად არის ფანტომი, ფანტაზია, გამოსახულება, რომელიც არის ფანტაზიის ნაყოფი. შესაბამისად ის ძალიან ისე გხედავთ აღმატებულ რანგში და სწორედ ლოგიკური გაგრძელება გაშლისა, თავიდან რაზეც დავიწყე საუბარი, რომ თქვენ მისთვის ხართ იდეალი და ის ვერ ხედავს თავს თქვენს გვერდზე, როგორც ღირსეული შესაბამისი თანასწორი პარტნიორისა. აქ მისი ხედვით, რა თქმა უნდა, და მისი შეგრძნებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ის ასე ხედავდეს თქვენორის ურთიერთობას, რომ თქვენ გაქვთ სხვა მოთხოვნები, უფრო მაღალი მოთხოვნები, თქვენი პიროვნება არის უფრო მაღალი რანგის და სწორედ აქედან გამომდინარე მოდიოდეს ის გაქცევის სურვილი ან გარიდების სურვილი ან პერიოდულად ჩაქრობის სურვილი, ხო, თითქოს ადამიანი ჩაქრა, რაღაც აღარ აქტიურობს, აღარ გამოდის კონტაქტზე, აღარ გკითხულობთ ეს, იმიტომ არა, რომ რაღაცა სხვა უფრო საინტერესო რაღაცები ხდება მის ცხოვრებაში. არა, უბრალოდ მას აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება, თვითშეფასების პრობლემა. არის საკმაოდ ინფანტილური ადამიანი და შესაბამისად ვერ ბედავს უფრო გაღრმავებას ამ ურთიერთობის თუნდაც, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს გრძნობები, მას ნამდვილად აქვს გრძნობები, ნამდვილად ძალიან აღმატებულად გხედავთ, მისთვის იდეალი ხართ. ეს ერთის მხრივ ალბათ სასიამოვნო მოსასმენი არის, როდესაც ამას ისმენთ, თქვენ ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, მაგრამ მეორეს მხრივ ქმნის სერიოზულ პრობლემას ურთიერთობაში, იმიტომ რომ იდეალური არავინ არ არის, მათ შორის არც თქვენ და ამიტომ როდესაც ადამიანი არის გაიდეალიზებული, მისგან ითხოვენ იდეალურ ქცევას, იდეალურ ნაბიჯებს და ამ დროს ჩვენ არა ვართ ადამიანები იდეალურები, უშვებთ შეცდომებს და ეს შეცდომებიც ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია. ჩვენ ცხოვრების თანმდევია ეს ყველაფერი, ამიტომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ და უნდა დავინახოთ იმისთვის, რომ მიიღო ადამიანი, ხო? ისეთი როგორიც არის, ჯერ პირველ რიგში უნდა დაინახო. და აქ ეს ხედვის პრობლემაც არის. ანუ ის ვერ ხედავთ ბოლომდე, რაღაც თავის ფანტაზიაში როგორიც წარმოუდგენი ხართ, ისეთი გონი ხართ. და ამას ადასტურებს ეს იმპერატრიცა, იმპერატორი, აი ესეთი ქალი, რომელიც არის ძალიან გაიდეალიზებული მამაკაცი, ესეთი მოყრილი, დამხობილი მუხლებზე, ეთაყვანება აი ამ ქალს. ამ ქალს სახე არ უჩანს, როგორც დაინახეთ, თმები უფარავ სახეს, ჩანს მხოლოდ ესე ამაყად მჯდარი, ესეთი ჯდომი, შიშველი ქალი, ეს არის ქალის იდეალი, ხო? ის თქვენში ხედავს ქალის იდეალს, აბსოლუტურად სრულყოფილს, ხომ? იმპერატორი ქალი, ეს არ არის ჩვეულებრივი ქალი, თქვენ მისთვის ხართ ქალი დედოფალი, ქალი რაღაც აი ხორცშესხმული მშვენიერება, ქალი სათაყვანებელი, ქალი დედა, ქალი მეუღლის იდეალი, დედის იდეალი, დედამიწისეული ქალი, ქალი შემკული ყველა თავისი ღირსებით. ანუ ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ თქვენთვის, ქალბატონებისთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ну საპირისპირო თუ მიყურებთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ბუნებრივია ეს სქესი უნდა შეიცვალოს და ამ შემთხვევაში იქნება პირიქით. მაგრამ ვინაიდან ჩემს მსმენელების უმეტესობა, პროცენტული უმრავლესობა ხართ ქალბატონები, ამიტომ ვსაუბრობ
ამ სქესში, ხო? და ისედაც არკანი ამოდის ისეთი იმპერატორი ქალი, ეს არის ქალის იდეალი და ეს არის ქალი, რომელსაც მამაკაცი ეთაყვანება. ამიტომ ის თავის შეგრძნებებში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად გეთაყვანებათ, გაიდეალებთ, იდეალი ხართ თქვენ მისთვის და სადღაც ეს პერიოდული დაკარგვები თუ არის ასეთი მის ქცევაში, ან პერიოდული ჩაქრობები და ინფანტილიზმი და რაღაცა ესეთი პასიური პერიოდები გამოწვეულია იმით, რომ შესაძლოა ეს ადამიანი ვერ ხედავდეს თავის თავს თქვენს გვერდზე, როგორც ღირსეულ პარტნიორს, როგორც მამაკაცს, რომელსაც შეუძლია, რომ თქვენ გაგიწიოთ ღირსეული პარტნიორობა. აი ესეთი გახდათ პირველი ვარიანტი და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეტყვის. მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. ჩაფიქრებული პიროვნების, ჩაფიქრებული პარტნიორის სიგნიფიკატორი და შემდგომ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, როგორ გხედავთ, როგორია მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში და რას გრძნობს ასევე თქვენს მიმართ. ჩაფიქრებული პარტნიორის, სასიყვარულო პარტნიორის სიგნიფიკატორი მეორე ვარიანტისთვის. აქ უფრო ესეთ მიწიერ და მყარ ადამიანს ვხედავთ, ვიდრე პირველ ვარიანტში ვნახეთ. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი საკმაოდ მყარი მიწიერი ადამიანია. მიწისა და წყლის სტიქიის არკანები ამოდის. პირველი ეს არის პენტაკლების დედოფალი, ხოლო მეორე თასების ორიანი. ეს არის მიწისა და წყლის სტიქიების კომბინაცია და ზოგადად ეს ორი სტიქია მეგობრობს ერთმანეთთან, საკმაოდ მეგობრულ კავშირში არიან ერთმანეთთან და როდესაც ამოდის ეს არკანები, ესე იგი საკმაოდ ჰარმონიულ ადამიანს გვიხატავენ, ადამიანს, რომელიც არის მომწიფებული სტაბილურობისთვის, ეს მისი ბუნებრივი თვისებაა ეს ერთი და მეორე, რომ ნამდვილად ის ორიენტირებულია ურთიერთობაზე, სურს ეს ურთიერთობა და მზად არის, რომ იყოს პარტნიორულ ურთიერთობაში. რა სტატუსიც არ უნდა გქონდეს თქვენს ურთიერთობას, რა ფაზასაც არ უნდა გადიოდეს თქვენი ურთიერთობა, ყველა შემთხვევაში მათთვის, ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, ჩაფიქრებული პიროვნების სიგნიფიკატორი ენერგიები მიუთითებს ერთის მხრივ სტაბილურ ადამიანზე, მიწიერ ადამიანზე, შესაძლოა ფინანსურად საკმაოდ მყარ ადამიანს უყურებდეთ და მეორეს მხრივ ეს არის ურთიერთობაზე ორიენტირებული, ან მზადყოფი ურთიერთობისთვის. შესაძლებელია ზედმეტად მიჯაჭვულიც კი ურთიერთობაზე. ხო არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ურთიერთობა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა იყვნენ ურთიერთობაში, უნდა ყავდეთ პარტნიორი. ყველა არ გრძნობს ამის სასიცოცხლო აუცილებლობას ყველა ადამიანი, ხო? ზოგ შეუძლია გარკვეული პერიოდი მარტომ დამოუკიდებლად იცხოვროს და შექმნას თავისი ცხოვრება, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ისეთ ადამიანს ვხედავთ, ეს არის ერთის მხრივ, როგორც აღნიშნე, სტაბილური ადამიანი, ურთიერთობაზე ორიენტირებული ადამიანი, ან მეორეს მხრივ თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვხედავთ ჩაფიქრებულ მამაკაცს და ეს მამაკაცს ეხება ეს გაშლა და თუ ბუნებრივია, ძირითადად ჩემს მენელები, ქალბატონები ბრძანდებით და ამიტომ ლოგიკურიც არის, რომ ჩაფიქრებული პიროვნება ძირითად შემთხვევაში, ძირითადი ამომრჩევლების შემთხვევაში იქნება მამაკაცი. ამ შემთხვევაში ეს არკანი ასევე გვესაუბრება, პირველივე არკანი, იმაზე, რომ ქალის იდეალი ასეთი მამაკაცისთვის, ხო?
არის სწორედ პენტაკლების დედოფალი. ანუ ეს არის მყარი, სტაბილური და მიწიერი ქალი. მას ჭირდება ასეთი ქალი ურთიერთობისთვის. ეს არის მისი ბუნებრივი პარტნიორი, ეს არის მისი ბუნებრივი ანიმა, ანუ ქალური ენერგია, ფემინური ენერგია. მასში, როგორც მამაკაცში, შესაბამისად ის ცნობიერ ან ქვეცნობიერ, ანუ გაუცნობიერებელ დონეზე მიისწრაფვის სწორედ ისეთი ქალისკენ და სწორედ ისეთ ქალს ისურვებდა პარტნიორად, როგორიც არის პენტაკლების დედოფალი. ხო, მყარი, მიწიერი ქალი, რომელსაც შეუძლია იყოს კარგი მეუღლე, კარგი დედა, ან ერთგული პარტნიორი, მინიმუმ ერთგული პარტნიორი მაინც. და ამავდროულად თასების ორიანი ამ დასტაში და ზოგადად ისედაც როგორც თქვი, ეს არის წყლის სტიქია და წყლის ვენერაზე მიუთითებს, ხო, ვენერა ეს არის ადამიანის პირად რუკაში პლანეტა, რომელიც პასუხისმგებელია სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებზე. შესაბამისად, ვენერა ამ არკანთან შესაბამისობაში თუ მოვიყვანთ ასტროლოგიურ მოცემულობას, მაჩვენებელს, მაშინ ეს არის ვენერა კირჩხები და ვენერა კირჩხებები, ისაც ვენერა კირჩხებში ყავთ, ან ზოგადად კირჩხებების ალბათ ვინც მისმენთ დამერწმუნებით, რომ კირჩხებისთვის და ვენერა კირჩხებისთვის, მათ შორის, ანუ მას, ვისაც ვენერა ყავს კირჩხების ზოდიაქოს ნიშანში, დაცულობა, სტაბილურობა, ერთგულება, ემოციებზე ორიენტირი არის ძირითადი მახასიათებელი ურთიერთობებში, რაღაცნაირად ის ზედმეტი მოჭიდებაც კი, ხო, აი აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი პარტნიორი მეორეს ისე მძაფრად არის ჩახუტებული, რომ თითქოს გასაქანსაც არ აძლევს. ანუ ეს ზოგადად კირჩხებების თემაა, ხო, რაღაცას რომ მოეჭიდებიან, მერე რაც მათია. აი რაღაცა ესეთი ენერგიებიც მოდის აქ. ამიტომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ერთის მხრივ შეიძლება თვითონ არის საკმაოდ ემოციური და ამავდროულად მიწიერი ადამიანი, მატერიას საკმაოდ დიდ პატივს სცემს და თვითონაც ცდილობს, რომ მატერიალურად მყარად იდგეს ფეხზე და მეორეს მხრივ ასეთი პარტნიორი წარმოუდგენია მას თავის გვერდზე. როგორი ეტაპიც არ უნდა გადიოდეს ახლა თქვენს ურთიერთობაში, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს თქვენი ურთიერთობა, ის ასეთია. მოდით ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, საინტერესოა ნამდვილად. აქ საერთოდ სხვანაირი ტიპაჟის ადამიანი ამოდის, გამოგიტყდებით. ზოგადად უფრო მამაკაცებს უჭერთ ხოლმე სტაბილურობაც, ერთგულებაც. მაგრამ ხომ ხდება პირიქითაც, ხდება ურთიერთობაში ისე, რომ მამაკაცი უფრო ემოციურია, უფრო მოწყვლადია ემოციურ დონეზე, ხდება ასეთი შემთხვევები, ასეთი საგამონაკლისო შემთხვევები. და მეორეს მხრივ, აქ უკვე ჩვენ საერთოდ სხვა სურათს ვხედავთ. აქ ვხედავთ ქალს, მე ამ შემთხვევაში მისი თვალთახედვიდან, ჩაფიქრებული პიროვნების თვალთახედვიდან ვსაუბრობ, ეს საერთოდაც არ არის აუცილებელი, რომ 100%-ით ასე იყოს, უბრალოდ ის ასე ხედავთ თქვენ, ხო? აქ უფრო საკმაოდ ისეთი მჰაეროვანი, მსუბუქი, თავისუფალი ადამიანი ამოდის, ადამიანი, რომელიც პატივს სცემს თავის პირად საზღვრებს, თავის პირად სივრცეს, თავის პიროვნულ განვითარებაზეც ზრუნავს. ერთის მხრივ ის ფიქრობს, რომ შეიძლება თქვენ რაღაცნაირად იმიჯს იქმნიდეთ ისეც, რომ საკმაოდ თავისუფალი ხართ, საკმაოდ მარტივად ხელმისაწვდომი ადამიანი ხართ, მაგრამ ეს ასე სულაც არ იყოს, ხო? საკმაოდ კარგად შეგიძლიათ პირადი საზღვრების დაცვა, საკუთარ თავისუფლებასაც ძალიან დიდ პატივს სცემთ, პიროვნულ განვითარებას. ამიტომ ასეთი ტიპის მამაკაცისთვის, ჩაფიქრებული პიროვნებისთვის, როგორიც ამოვიდა, ხო, მეორე ვარიანტი სიგნიფიკატორად. აი, ესეთი ტიპის პარტნიორი მისი თვალთახედვიდან როგორიც ხართ თქვენ, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ზედმეტად თავისუფლების მოყვარია, ან ზედმეტად ცივია. აქ უფრო ლოგიკური აზროვნება, ლოგიკური სიცხადე მოდის თქვენს მახასიათებლებში, ქალი ან ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი გრძნობების გონებით მართვა და ის არ დაემორჩილება, არ დაექვემდებარება თავის გულს, ხო? და გრძნობებს. მას ყოველთვის შეუძლია რომ მართოს თავისი გრძნობები გონებით.
აქედან გამომდინარე, უკვე ლოგიკურიც არის გრძნობებთან მიმართებაში, გრძნობებზეც გადავალ და ვისაუბრებ, რომ მას უკვე ჩაფიქრებულ პიროვნებას უჩდება იმის შეგრძნება და იმის მძაფრი მოთხოვნილება და სურვილი, რომ რაღაცნაირად შეგბოჭოთ, დაგაკავოთ და რა ხანდახან აი როგორი ემოციები მოდის, იცით, რომ აი სიბრაზისგან უნდა ადამიანს რომ დაგახრჩოთ, აი რაღაცა წყლის ენერგია მოდის ძალიან მძაფრად, მორიელური ენერგია მოდის, აი ამ თასების ხუთიანში უკვე, როდესაც ადამიანს იპყრობს მძლავრი სურვილი, რომ დაგიმორჩილოთ, დაგესაკუთროთ, რომ აბსოლუტურად იქცეთ მის საკუთრებად, რომ ეს შეზღუდოს ეს თქვენი თავისუფლება, თქვენი ინტერესები. აქ არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ძალიან ისეთი, ვთქვათ, ინფანტილური იყოთ, ან თქვენ პირად სასწრაფს ზედმეტად იცავდეთ, არა. უბრალოდ მისი ტიპაჟის ადამიანისთვის, როგორი ადამიანის ამოვიდა ჩაფიქრებულ ვარიანტში, თქვენ ზედმეტად ლაღი ხართ, თუ შეიძლება ასეც ითქვას, ამიტომ მას უკვე უჩნდება იმის სურვილი, რომ შემოგხვიოთ თავის საცეცები და აბსოლუტურად არ მოგცეთ გასაქანი. დაგახრჩოთ თავისი შემბოჭყალობით, თავისი ემოციებით, თავისი მძაფრი გრძნობებით, თავისი ვნებებით, თავისი ეჭვიანობით, თუნდაც რაღაცა უფრო ეჭვიანობის მომენტებით დგას, ხო? შეგრძნების ზონაზე საკმაოდ ეჭვიანობს ეს ადამიანი, ესეთი რაღაცაც ამოდის. და აქვე ამოდის რაღაცნაირი ესეთი გაურკვეველი მდგომარეობაც, აი ამ ეჭვიანობის, აი ამ მძაფრი განცდების შემდგომ ამოდის ადამიანი, რომელიც ოცნებობს, შეიძლება ის ოცნებობს იმ ტკბილ წარსულ დღეებზე, რომელიც გაკავშირებთ მასთან, ან თავის გონებაში ქმნის ფანტაზიებს, თუ როგორი შეიძლება იყოს იდეალური ურთიერთობა თქვენსა და მას შორის, და ეს ფანტაზიები, რა თქმა უნდა, აცდენილია რეალობას, იმიტომ რომ რაღაცნაირი უცნაური ნახატია ხო ამ არკანზე. ადამიანი, რომელიც რაღაცა არარეალურ გარემოში იმყოფება, არარეალურია ეს გარემო სივრცე, რაც არტყავს მას გარშემო, აკრავს მას და ამიტომ ეს უფრო ფანტაზიას გავს მისი ეს ფიქრები შეგრძნებების დონეზე, ვიდრე ვთქვათ რეალობას. და ბოლოს ამ ყველაფერს აგვირგვინებს არკანი სიკვდილი. არკანი სიკვდილი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს მაინდა-მაინც ვინმეს სიკვდილს. უბრალოდ ეს არის ძალიან მძაფრი, მდუღარე განცდები, ასეთი მდუღილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავისივე ტკივილებში ან თავისივე შინაგან კომპლექსებში იხარშება. ამავდროულად გრძნობს, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, აბსოლუტურად ისე ვეღარ იქნება ყველაფერი როგორც იყო და ამასთან არ გრძნობს თავს მზად იმისთვის, რომ ყველაფერი გადაატრანსფორმიროს და რაღაცა ახალი საფეხურიდან დაიწყოს ეს ურთიერთობა, ხო? ანუ მისი შეგრძნებებიდან, მისი გადმოსახედიდან თუ ვისაუბრებ, ის ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება, რაღაცები უნდა შეიცვალოს ან დასრულდეს. და ამიტომ აი ამ არჩევანის მდგომარეობაში ადამიანი განიცდის საკმაოდ ღრმა, ასე ვთქვათ, შინაგან მძაფრ გრძნობებს, მწუხარებას, ტკივილს, თითქოს რაღაცა კვდება მასში, აი რაღაცა ის ძველი შაბლონები, ძველი ხედვები, ის რაც წარმოედგინა და როგორც წარმოედგინა აღმოჩნდა ფანტაზია, რეალობა აღმოჩნდა სხვანაირი, ამიტომ შესაბამისად მას უწევს ამ ცვლილებებთან ადაპტირება, ან ყველაფრის დასრულება. ეს არის მისი ხედვები, მისი ფიქრები და მისი შეგრძნებები თქვენს ურთიერთობასთან, თქვენთან მიმართებაში. აი ასეთი იყო მეორე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. და ბოლო მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტისთვის ჩაფიქრებული პიროვნების, ჩაფიქრებული პარტნიორის სიგნიფიკატორი და რას ფიქრობს და რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენზე და თქვენს მიმართ ბუნებრივია. ჩაფიქრებული პიროვნების სიგნიფიკატორი. ჩაფიქრებული პარტნიორის სიგნიფიკატორი.
აქ ამოდის იმპერატორი პენტაკლების 6-იანთან ერთად. ამ დასტაში ეს არკანები გვესაუბრებიან საკმაოდ ეგოცენტრულ კაცრ ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს საკუთარი პრინციპებით და არის ამ პრინციპების გამტარი. ცხოვრებაში ზოგადად და მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებში. სიყვარულში ზოგადად ითვლება, რომ ეს კომბინაცია საკმაოდ თავისთავად თავის ინტერესებზე, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულ ადამიანზე გვესაუბრება, რომელიც ვიზუალურად შესაძლოა იყოს მოყვარული საკმაოდ ძვირფასი ნივთების ჩაცმულობის, უყვარდეს თავის მოვლა, თავის წარმოჩენა, მათ შორის ჟესტიკულაციით, მანერებით, ჩაცმით, ძვირფასი ნივთებით, ლიდერული უნარებით. ჩანს ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში, უნდა ჩანდეს. ესეთი ტიპაჟის ადამიანი ამოდის აქ და ამავდროულად ეს ვიზუალური მხარე ერწყმის მის ბუნებას, მის შინაგან ღერცს, საყრდენ ღერცს, რომ ეს არის ლიდერი ადამიანი, ეს არის იმპერატორი, ხო, იმპერატორი რაზე საუბრობს? ეს არის გარკვეული სტატუსის, ძალაუფლების მქონე ადამიანი, ან ყველაზე მინიმუმ საკუთარი პრინციპების მქონე ადამიანი, რომელიც ამ პრინციპების გამტარია და შემსრულებელი. იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია ეს არკანი გვესაუბრებოდეს დაოჯახებულ ადამიანზე. ანუ სტატუსში მოიაზრებოდეს არა მხოლოდ გარკვეული მმართველი პოზიციები, ან საკუთარი საქმის ქონა, რომლის სათავეშიც დგას ეს ადამიანი და ჩანს შესაბამისად, არამედ გარკვეული ოჯახის სტატუსის მქონე ადამიანი, დაოჯახებული სტატუსზე მოკლედ გვესაუბრებოდეს ეს არკანი. მოდით ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. რას ფიქრობს თქვენზე, როგორ გხედავთ? მე არ ვიცი თქვენი ურთიერთობის კონტექსტი, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ მისი ხედვიდან, ვინც ჩაიფიქრეთ იმ ადამიანის ხედვიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეს ადამიანი ფიქრობდეს, რომ თქვენ არ ხართ თავისუფალი. თქვენ ხართ შებოჭილი, თქვენ ხართ რაღაცა დატყვევებული, ოღონდ ეს პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, რა თქმა უნდა, ეს არის გადატანითი მნიშვნელობით გამოყენებული სიტყვა, დატყვევებული გარემოებებიდან გამომდინარე, ხომ? აი, რასაც შებოჭილი ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრებისეული ვითარებიდან გამომდინარე არ არის თავისუფალი, შესაძლოა ეს იყოს კონკრეტული ადამიანის მხრიდან, ოჯახის წევრის მხრიდან, ან გარემოებების მხრიდან, манипуляციის მსხვერპლი შესაძლებელია იყოთ მის თვალში. არ იყოთ მოკლედ და კონკრეტულად თავისუფალი ადამიანი, ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონ მართავს თავის ცხოვრებას, თვითონ დგავს, უпростоრად იღებს გადაწყვეტილებებს თავის ცხოვრებაში და არის, ასე ვთქვათ, გახსნილი, ლაღი, თავისუფალი და თავდაჯერებული. შესაძლებელია ის ფიქრობს, რომ თქვენ ვიღაცის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებით, ან თვალთვალის ქვეშ იმყოფებით, ვიღაცა გითვალთვალებთ, ვიღაცა გიყურებთ, ვიღაცა ზედმეტად ჭარბად არის დაინტერესებული თქვენი ცხოვრებით, ვიღაცა ცდილობს, რომ აკონტროლოს, ან შესაძლებელია აკონტროლებს კიდეც თქვენს ცხოვრებას. საინტერესოა. რატომ გხედავთ ასე? შესაძლებელია თქვენ მის თვალში ცდილობდეთ თქვენი ცხოვრების მართვას და უწევდეთ წინააღმდეგობას ამ გარემოებებს, ან კონკრეტულ ადამიანს, ან ადამიანებს, ვინც პირიქით აქეთ ცდილობენ, რომ თქვენ გმართონ, მაგრამ
შეიძლება მთლად წარმატებით ეს არ გამოგდიოდეთ, იმიტომ რომ იყოს ისეთი კავშირები თქვენს ცხოვრებაში, ან ისეთი ცხოვრებისეული ვითარებები, როდესაც გიწევთ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, გარკვეულ დათმობებზე წასვლა და ეს აი ამ კონკრეტული ადამიანის თვალში თქვენ წარმოგაჩენთ როგორც გარკვეულწილად შეზღუდულ გარემოებებში მყოფ ადამიანად, რომელსაც არ აქვს თავისუფალი ნება. ვერ აქვს, ან არ აქვს. და ვნახოთ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. იცით, მე შემიძლია ესეთი რამ თქვა, თავისუფლად, რომ ნამდვილად ძალიან დიდ ვნებათ აღელვას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. აქვს მას იმის დაუოკებელი სურვილი და სწრაფვა, რომ თქვენთან ერთად მოსინჯოს ყველაფერი, რაღაც განსხვავებული, ახალი, საინტერესო, რაღაცა ვნებებით გაჯერებული და მხურვალე რეალობა შექმნას თქვენთან ერთად ურთიერთობის კონტექსტში, მაგრამ ფიქრობს, რომ შეიძლება ეს შესაძლებელი არ არის. არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ იმყოფებით ისეთ ვითარებაში, ან შესაძლებელია თვითონაც არ იყოს თავისუფალი, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, და ეს ურთიერთობა მისი ხედვებიდან გამომდინარე, მიუხედავად მისი დაუკვებელი სწრაფვისა თქვენდამი და ჟენისა და სურვილებისა, ის ფიქრობს, რომ ამ სურვილებს შესაძლოა ახდენა არ უწერია, რეალიზება არ უწერია. იმიტომ რომ აქ არსებობს სოციუმი, აქ არსებობს საზოგადოება, რომელმაც შესაძლებელია არასწორად გაიგოს თქვენი ურთიერთობა, ან შეიძლება ის ფიქრობს, რომ არც უნდა გაიგონ ამ ურთიერთობის შესახებ. ამიტომ ეს ყველაფერი თითქოს მის გონებაში რჩება, ილეკება როგორც ფანტაზია. როგორც ოცნებები, როგორც ფანტაზიები, როდესაც აქვს ადამიანს, ხო? სწრაფვა ვიღაცის მიმართ, აქვს ამ ადამიანთან ყოფნის დაუძლეველი სურვილი, მაგრამ ის საკმაოდ ესეთი ცხადი და ლოგიკური გონებით აანალიზებს იმას, რომ ეს ურთიერთობა ვერ შედგება და შესაძლებელია გაკიცხვის საგნადაც იქცეს საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ეს მისი შინაგანი ლტოლვა და სურვილი თქვენთან ყოფნისა და თქვენთან ურთიერთობისა გარკვეულწილად შინაგან შიმშილსაც თითქოს განიცდის და უკმარობას. აქვს დიდი სურვილები და ეს სურვილები არ არის დაკმაყოფილებული. თითქოს ადამიანი ამ თავის სურვილებში არის მუდმივად დაუკმაყოფილებელი და მშიერი ბრჭყალებში. ესე ვიტყოდი გადატანითი მეტაფორული ნიშნულობით. ამიტომ ის ოცნებობს ამ ყველაფერზე, მაგრამ ოცნებად რჩება. ისე რაღაცა შეგრძნების დონეზე მოდის ეს ყველაფერი, რომ ის არის ამ ოცნებების მდგომარეობაში, მაგრამ თვითონვე იაზრებს მშვენივრად, რომ ეს არის ფანტაზიები, ეს არის ოცნებები, რომლებიც ვერ განხორციელდება იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრე. აი ესეთი საინტერესო რაღაცა მოვიდა, განსხვავებული, მე თვითონაც არ ველოდებოდი. საერთოდ სხვა სურათი დაიხატა წინა ორი ვარიანტისგან განსხვავებით. მადლობა მესამე ვარიანტს ესეთი განსხვავებული სურათისთვის, განსხვავებული პროგნოზისთვის. დამიწერეთ თქვენი მოსაზრებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. რა მოვიდა თქვენთან, რა რეზონირდა და ასე შემდეგ. მე კი კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ თუ მოვიდა ეს პროგნოზები თქვენთან, თუ შეგეხოთ სენსიტიურად, ენერგობალანსისთვის გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ ვიდეოზე და დამიწერეთ თქვენი
იდეები, რაზე ისურვებდით შემდგომ საჯარო ტაროს სეანსს. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.